მოკლედ ვიწყებთ ახლა საინტერესო ამბებს რა. დავით არ აღესრულა ყრმისა იმის წელიწადი 1. მე მგონია რომ თარგმნა არ ჭირდება ამას ყველაფერს, ხო? ვით აღესრულა ყრმისა იმის წელიწადი 1, აღიქვა იგი დედოფალმა ხელში და აკოცებდა მას. ხოლო ყრმამან მან აღიღო პირი თვისი და თქვა მამა რომაელებრითა, ანუ ბერძნულ ენაზე თქვა დედაო, დედა დაუძახა ბავშვმა 1 წლის ბავშვმა რა. მამას ბერძნულად ესეა, მამას ორივე დედას ნიშნავს. ხოლო დედოფალმა პური დიდი და შეკრიბნა მთავარნი ქალაქისანი და მათთან აიხარებდა ამისთვის, რამითო ყრმა იგი იყო 1 წლის დაბადების დღე გადაუხადა და ყველას უთხრა რომ დედა დამიძახა. ხოლო დედამძუძე ესე იგი ვინც ყავდა, დედამძუძე ყავდა, ანუ ესე იგი ვინც აჭმევდა ბავშვს, ხო? მრავალი ნიჭი მიანიჭა და განუტევა იგი. ამის შემდეგ უკვე თვითონ ამ ძუძუნტე არა უკაცრავად. დედამძუძის გარეშე გააგრძელა მისი აღზრდა და ათეკოს ერქვა ქალაქის მთავარს. და რქვა ათეკოს მთავარმა ქალაქის არ ამწამს იგი დედოფალ, რომელს თქვი შენ ვითარმედ ყრმა იგი წელიწადის 1-ის არის, არამედ გონიას ვითარმედ 4 წლის არის. იმიტომ რომ ეხლა მე ვნახავთ რომ ეს ბავშვი ძალიან სწრაფად იზრდებოდა, მოკლედ, ზღაპრებში ახome რომ თუ სხვები ესე თვეობით და წლობით იზრდებოდნენ, ესო საათობით. ესეთი შედარება არსებობს, ესეთი მეტაფორა თუ რა ვიცი როგორ ქვია და მოკლედ ეს ყრმა, ესე იგი ამან თქვა რომ მე ამჯერაო ეგრო 1 წლის არის, 1 წლის ბავშვი როგორ დაგიძახებდაო ესეო. და რქვა დედოფალმა, სხვა უდიდესი ისმინეთ რამეთო სიტყვითა ბერძნულითა მომიკითხა მე და ვქვა მამა, მაშინ ყოველთა რომელნი იყვნენ მუნ თქويس, ერთბამად თქويس, აწამერიდან იყავ სახელი მაგისი მამაი. მოკლედ ესე დაერქვა ამ ბავშვს სახელი, იმიტომ რომ მშობლებმა ვერ მოასწრეს სახელის დარქმევა, ესე გარდაიცვალენ და დედოფალმა ამიამ, ესე იგი ამია დედოფალმა, ანუ ქალბატონმა დაარქვა სახელად სხვების საერთო აზრი იყო და დაარქვა სახელი მამაი. 5 წლის რო გახდა ბავშვი, 12 წლის ბავშვს გავდა რა, გარეგნულად. და მისცა იგი 5 წლის იყო და როგორც 12 წლის ისე გამოიყურებოდა და მოკლედ სასწავლებლად გაუშვა, სამწიგნობროსა მისცა და შეუდგინა ყრმაი ერთი მონაი.